მოგესალმებით. დღეს გახლავთ 8 მაისი. ვფიქრობ, რომ ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რომელიც ყველასთვის საინტერესოა. და ეს თემა არის ადამიანის განხრთობა და სულიერი მდგომარეობები. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, რომელიც ამ რეალობაში ცხოვრობს, შეუძლებელია იყოს მუდამ განხრთობილ პოზიციაში. ადამიანი, რომელიც ერში ცხოვრობს. ამიტომაც ჩვენ ადამიანებს გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური ტვირთის და ჯვარის ზიდვა, რომელიც არის საკმაოდ რთული. ხშირად ადამიანებს აქვთ როგორი პრობლემა, იცით? ვარდებიან თვითმკვემაში, რაც სავალალო შედეგებამდე მიდის საბოლოო ჯამში. ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევა ყოველთვის არის ხოლმე, რომ საკუთარი თავი დავინდოთ ხანდახან, არ ჩავწიხლოთ ბოლომდე, რადგან არ მოგვივიდეს ისეთი ფიქრები, რომელიც სუიციდალური იქნება ან რაღაც მსგავსი. მოკლედ, ეს ეხება განსაკუთრებით 16-17 წლიდან 25 წლამდე ახალგაზრდებს რა. იმიტომ რომ მათში არის ეს ძალიან ხშირად. რაღაცას დააშავებ, რაღაც შეცდომას დაუშვებ და მე საკუთარ თავს ვერ პატიობ, ვერ იტევ საკუთარ თავში ამ შეცოდებას თუ რაც არის. რაღაც დამოკიდებულებას 1000 რაღაცაა, ხო? ხო და მეგობრულად გთხოვთ კიდე ერთხელ გეტყვით, რომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ საკუთარი თავი მიიღოთ, როგორებიც ხართ. ეს იმას არ ნიშნავს, მინდა აღნიშნავ, რომ განვითარებაზე არ ვიფიქროთ, რაღაც ჩვენ მანკერთვისებებზე არ ვიმუშაოთ, რომ აღმოუფხვრათ. პირიქით. მაგრამ ეს ხდება ეტაპობრივად რა. ერთ დღეში შეუძლებელია ადამიანმა შეცვალო შენი რაღაც ქცევა. ამიტომ აუცილებელი არის ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე. ერთ დღეში გავხდი ქრისტიანი, ეგ შეუძლებელია. ქრისტიანში გულისხმობ არა იმას, პროსტა ჯვარი რო უკეთია ადამიანს. არა რეალურად ქრისტიანული ცხოვრებით რო იცხოვრო, ამას ჭირდება წლები, რო შეისწავლო, როგორც პირველ კლასში რო შედის ბავშვი და აიათი იწყებს და თითი და ასე შემდეგ, ანბანი უნდა გაეცნო ჯერ ანბანს, ხო ადამიანი? ზუსტად იგივე ხდება ეკლესიასთან დაკავშირებით და ქრისტიანობასთან დაკავშირებით რა. გუშინ გავეცანი ესეთ რაღაც ჩანაწერს, სადაც იყო უდელმონაზონ სერაფიმ როუზზე, ამერიკელი მართლმადიდებელი მამა, რომელიც სანამ ბერი გახდებოდა და ქრისტიანობაში მოვიდოდა ზოგადად, ცხოვრობდა აღვირახსნელი ცხოვრებით, ჰომოსექსუალისტი იყო, სოდომურ ცოდვაში იყო, დაკავებული იყო თეოსოფიით, ოკულტიზმით, ან სატანიზმის ნაირსახეობებია. ესეთი მიმდევრობა, ნიუ-ეიჯისტი და უცბად გაიჩითა მართლმადიდებელი. თან მართლმადიდებლობაც არ და მართლმადიდებლობა წმინდანად შერაცხეს. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მთავარი არის ადამიანი მთელი არსებით ეცადო რომ განიხრთო. ვინ იყავი წარსულში, ის კი არ არის მთავარი. მთავარი ის არის ვინ ხარ დღეს. და რა სახელს დატოვებ. იმიტომ რომ ისტორია და სახარება და ბიბლია ამის ბევრ მაგალითს გვთავაზობს. როცა ადამიანები იყვნენ ბოროტები, მკვლელები, მოძალადეები, ჯალათები და მერე მათი სახით წმინდანები ვიხილეთ ჩვენ. ქრისტესთვის თავგანწირული ადამიანები
და ამით ის უნდა ვისწავლოთ, რომ ადამიანს, რომელსაც არასწორი ცხოვრების წესი აქვს ამჟამად არჩეული, არ უნდა გადაუაროთ, არ უნდა განვიკითხოთ. არ განვიკითხოთ ეს როგორი ის არის, იცი, გატრენდებული კი არა, გაპაფსავდა ეგ სიტყვა, ასე რომ ვთქვათ რა. არ განიკითხოთ და რაღაც, როგორც მე შენ მიყვარხარ, გაპაფსავდა რა, სამწუხაროა, მაგრამ ეგრეა რა. ანუ სიტყვა სიყვარული რაღაცაი ეხა რა, ნუ გაცვით ეგ სიტყვა და რაღაცა და ეხა რა მე მაგალითად ყველას ვეუბნები რომ მიყვარს, მართლა ყველა ადამიანს ვისთანაც კი ურთიერთობა, ყველას ვეუბნები რომ მიყვარს, იმიტომ რომ რავი, ანუ უნდა უთხრათ ერთმანეთს. თორე რომ მოუკვდებით და გარდავიცვლებით, მე აღარ ჭირდება რა ადამიანს, მე ჭირდება ლოცვა. მისი სულისთვის და ფსალმუნება. თორე საფლავის ქვას რო ეტყვი მიყვარხარ, ეგ არაფერი არ არის ჩემი აზრით რა ისეთი. ჯობია რა, სიცოცხლეში უთხარი რა. მიყვარხარ, მიხარი ხარ, მაბედნიერებ, გაუღიმე, ჩაეხუტე, მოეფერე. უანგაროთ აკეთე ყველაფერი. რა საჭირო, ანუ ხშირად დავკვირვები ვარ რა ადამიანებს, საკუთარ თავსაც მათ შორის, რომ გვიჭირს თქმა იმის, რომ გვიყვარს ერთმანეთი. თითქოს რაღაცა კომპლექსი გვაქვს ამისი. უბრალოდ როდის გაგვიჩნდა ეგ კომპლექსი არ ვიცი. შეიძლება ეგეთებად აღგვზარდეს. არ ვერც მშობლებს და წინაპრებს ვერ დავაბრალებ ამას, იცი. ეგეც ძალიან ფროიდისტული შეხედულებაა, რომ ყველაფერი დავაბრალოთ წარსულს, კომპლექსებს, ტრავმებს და რაღაცეებს რა. ანუ კაი, კი, ბევრი საშინელება გამოვიარეთ ეხა 90-იანებში დაბადებულებმა, მაგრამ ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ რა ყველაფერი მშობლებს შეაწმინდო ხელი რა. კი, უშეცდომო არავინ არ არის. ჩვენც უშვებთ შეცდომებს, ჩვენი შვილების აღზრდაში არ არის 90-იანები და არც ის გაჭირვება არ არის, როგორც მაშინ იყო, მაგრამ ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა რა ჩემი შვილი რო გაიზრდება, ყველაფერი მე დამაბრალოს, ხო? გასაგებია, ანუ ტრავმები გასაგებია ეგ. თავისთავად მოქმედებს ჩვენს მომავალზე, ჩვენს რაობაზე, ჩვენს პიროვნებას ჩამოყალიბებაზე, თუ ვისთან ერთად ვიზრდებოდით, რა წრეში ვიყავით, რა საზოგადოებრივი მდგომარეობა იყო ქვეყანაში, თუნდაც პოლიტიკა ის ყველაფერია, რა თქმა უნდა, შემადგენელი ამისი, მაგრამ იცი რა არის, შენ როდესაც უკვე იზრდები და იმას აქვს აღწევ, როცა შეგიძლია თვითონ გააკეთო არჩევანი, ეს გინდა თუ ის გინდა, ყველაფერი სხვას აღარ უნდა გადააბრალო და ხანდახან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც უნდა აიღო რა. რაც სხვათა შორის გვიჭირს ადამიანებს. საკუთარი თავის დადანაშაულება ზოგადად ყველაზე რთულია. ყველასკენ გაიშვერ ხელს, ყვეთიც, ყველაფერში ყველა იქნება დამნაშავე, ერთადერთი შენ ხარ წმინდანი და შენ ხარ ადამიანი, რომელიც უშეცდომოა რა და ეგ არის ზუსტად როგორც წმინდა მამები ეძახიან, ხიბლის მდგომარეობა. ხიბლის მდგომარეობა არის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც როდესაც ხარ ვერ ატყობ ხიბლის მდგომარეობაში. ყველას და ყველაფერს ადანაშაულებ, სამყაროთი და ღმერთით დაწყებული, ირგვლივ მყოფი ადამიანებით, პოლიტიკოსებით, საზოგადო მოღვაწეებით და ასე შემდეგ, ყველაფერს მოკლედ და ყველას დაადანაშაულებ, რაღაც ისე რომ არ არის როგორც შენ გსურს, მის უზენაესობას და თან ვერ ცვლი ყველაფერს. მაგრამ არიან მეორე ტიპის ხიბლში მყოფი ადამიანები, რომლებიც იმდენად ბოროტდებიან, რომ ყველაფერს გააკეთებს თავის მიზნის მისაღწევად. ძმას გაყიდის, დედას და შვილს გაყიდის. ეგრეთ წოდებულად რომ ვთქვათ ლიჟბი. ხო. ოღონდ რომ მიაღწიოს თავის რაღაცა მიწიერ მიზნებს რა და საბოლოო ჯამში მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ რითიც დავიწყეთ, მინდა რომ ისე დავასრულო რაღაცნაირად თუ შევკრათ.
არ არის აუცილებელი უკიდურესობა და რადიკალიზმი რა. რადიკალიზმი ძალიან დამაზიანებელია ზოგადად ადამიანისთვის. მადლიერება კიდე უმთავრესი. თუ კი ყოველდღე მადლიერი იქნები ადამიანი, უფლის, შენს ირგვლივ მყოფების, როგორიც ხარ, და არ გექნება რაღაც არამქვეყნიური ამბიციები, რომ აი მე ეს უნდა ვიყო. ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. ან ზოგადად როდესაც აფასებ ადამიანი იმას, რაც გაქვს და ვინც ხარ, მერე უფლისგან მეტი გეცემა უფრო რა მოგეცემა და როდესაც ვერ აფასებ ვერც იმ მატერიალურ კეთილდღეობას და ვერც იმ სულიერებას და ვერც იმ აზროვნებას, მერე ეგეც გერთმევა ხოლმე რა, ერთგვარი განსაცდელი მოდის შენზე და დაგვეფასებინოს. ამას გისურვებ სულ ყველას. შეგვერგოს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვართ და მადლიერების გრძნობა მოგწეს უფალმა სული წმინდით და ამაზე კარგი არაფერი იქნება რა. ეს ჩვენი აღელვებული და აზვირთებული სულიერი ბრძოლებით დაემშვიდებინოს რა უფალს რა. და სწორება გქონოდეს უფლისაკენ რა, იესო ქრისტესაკენ და არა სქროლვისკენ, არა რაღაცა მიწიერი კეთილდღეობისკენ, არა ბევრი ფულის კეთებისკენ, არამედ ქრისტესკენ. იმიტომ რომ ერთადერთი ხსნა დამერწმუნებით და დამეთანხმებით რომ არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძეხვთვისა მხოლოდ შობილი. გვფარავდეს იესო ქრისტე და მოგმატლოს სულ ყველას სიმხნევე, სულიერი ძალა, ჯანმრთელობა და სიყვარული, რაც მთავარია ერთმანეთის მიმართ. აბა თქვენით გისურვებთ კარგ დღეს და ბედნიერებას.